ხო ძალიან არეულები. აი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ იმდენად არ ვიცოდით არეულები ვიყავით ამ ყველაფერში, ხო, რაღაც დროის განმავლობაში. ხო, დავდაგდეთ. და ხო გჭირდებოდა რომ რაღაცა აი ამ რაღაცა ამაზრონებამდე მისულიყავით, რომ რაღაცა დავდაგდეთ, ტროტუარშიკებმაც შემოგვიერთდნენ და დავიწყოთ ნორმალურ ქვეყნის შენებლობა. და ტროტუარზე წინ დავყავთ. არ უნდა აგათ უნდათ ხელისუფლება. ეგრე სად არის? ეხლა დავაგდეთ და შემოგიერთდი არა? იცი ამ შვენიოთ ხელისუფლებას ვერ მიიღებ. აი გამოვიდა 26 მაისს უნდა ერთი რაღაცა, ხო? ხო. და უსმენთ და აი ეს ჟურნალისტი ეუბნება რომ აი ახალი რა არისო? ახალიო ის არისო, რომ ჩვენო შევიკრიბებითო იმასთანო უნივერსიტეტთანო და იქია წამოვალ რუსთავი. ახალი. საოცრებაა რა. როდემდე აი გესმის აი რაღაცა შედეგი რო არა აქ ამას, გაიგე? აი რით ვერ იმას არა მე რამდენი წრეზე მიდიან ხა როგორ ხა ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ხუთჯერ მე რამდენი წრეზე უნდა წავა ხო და მაგას გეუბნები ეხა ამან რო რაღაც ნოუ-ჰაუ მოიგონოს იმის გარდა რომ უნივერსიტეტში შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მოვლენ ხო შეიძლება რაღაც მეც დაუჭირო მხარი რა ბევრი რამე არ მომწონს მეც რაღაცა ისე ხო თქვა და შეიძლება დაუჭირო მხარი რაღაცა ხო მაგრამ ესენი ერთი და იგივე მართლა სინაზე გამული ძაღლი თუ არის იქით აკეთ რა შედეგი უნდა იყოს აქ და მაგათი პროტესტის ფონდი კი არ არის მაგათი შინაგანი ფონდი არის მაინც ესე ვთქვათ გადაგდება დამხობა შინაგანად ეს აქვთ რა ის კი არა რომ პროტესტი და რამე ერთხელ პროტესტი არა ერთხელ გააკეთეს და გამოვიდა პროტესტი ძალიან ბევრი ხალხი გაყვებოდა კი რა თქმა უნდა მართლა პროტესტი რო იყოს ნორმალური ადამიანები კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მე ხა ბევრს ვეუბნებ ჩემი მეგობრების დარბიან იქ ვიღაცები. მაგრამ პროტესტი არ ნიშნავს დამხობას და გადაგდებას და გადმოგდებას. არა, ბევრს ვეუბნები რომ უბრალოდ გამაგებინ ჯესეთი ამ ნაცებთან ერთად როგორ გეხარ ხო ნახეთ რა გააკეთეს ამ ხალხმა. ეგ ნუ რაღაც ნეობრივი ამბავი არის ხო? კაი ჯანდაბას ამას გადააბიჯე ხო? ეს რუბიკონი გადალახე რა. მაგრამ რისთვის გეხარ? აი კონკრეტულად ვერავინ ვერ მიხსნის. ესენი უნდა წავიდნენ და ვინ უნდა მოვიდეს რო ვეკითხები? კი ბატონო, ესენი უნდა წავიდნენ, მეც ბევრი რამე არ მომწონს. უნდა წავიდნენ, ვინ უნდა მოვიდეს? არ ვიცი. კოალიციური მთავრობა იქნება. და ვისგან იქნება ეს? ეს ერთმანეთის გაგონილი ამბები. ხო, ვისგან იქნება შედგება? თავარმა ჩააწოთა კოალიციური მთავრობა. ალბათ ბოკერიასგან მოდის. და გაიშალა. გაიშალა კოალიციური მთავრობა, კოალიციური მთავრობა. ვინ იქნება ამ კოალიციური მთავრობა? ისევე გედი იქნებიან. ხო ნუ არა კოალიციური მთავრობა ის შოთიკო და კოალიციური კი არა მაგათ მაგიდაზე რა ხდება ნახე იქიდან სააკაშვილი ყვირის აქედან ეს ყვირის იქიდან ერთმანეთს აგინებენ არა ნორმალური მთავრობა ვერ მუშაობს კოალიციური ასამოკიდგენ